ოცნების პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ სულს დაავალა, რომ გამოეძებინა პროდუქტების ფასებზე უკონტროლო ზრდა. მოდი ვკითხოთ ხალხს, რა შედეგი გამოიღო ამ ყოველივე. პროდუქტებზე ფასები გაიაფთო თუ გაძვირდა თქვენ ეზით ამ ახლო მომავალში, რაც პრემიერმა დაიწყო გამოძიება უკონტროლო ზრდასთან დაკავშირებით. საშინელი ზვერია კაცო. 370 ლარი პენსია. არცას შვენიათ. ბიჭო, ეს 20 ლარი რო დამიმატეს, ხო ჯობდა რომ საერთოდ არ დაემატებინა და ეთქვათ რომ ნუ არა გვაქვს დღეს საშუალება. ეს არის დაცინვა. გაიაფებული ჯერ არაფერი არ შემხოდრია, რაღაცები გაძვირდა, მაგალითად კვერცხი გაძვირდა 2 დღის წინ. ახლა უკვე იაფდება. ახლა უკვე იაფდება, მაგრამ მე ორნაბიჯებს სარგებლო და იქ საკმარისად იაფადია. ანუ აწყობთ ამ ცვლილებას? კი, როგორ არა? კი. აი მაგალითად რომელ პროდუქტზე პროდუქტი ძირითადად შაქარი, მაკარონი, პური, რაც პირველად მოსახმარებელია ეს. ანუ მაყოფილი ვარ, თანდათან იწყებს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგეს. პირიქით გაძვირებულია ფასები და ძალიან არა ადეკვატური ფასებია ყველგან. ძალიან ძვირია. ძალიან არის გაძვირებული და ესეც არის ჯერჯერობით რაღაც გაიაფების ტენდენცია არის. ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ გამოუღია, იმიტომ რომ ფასები მე მგონი პირიქით უფრო აიწია, იმიტომ ახალ წლებზე რაც მომატებული იყო ბაზარზე, ის ფასები დარჩენილია, მაღაზიებში იგივეა ფასები, ველოდები ყოველთვის ფასდაკლებას, იმიტომ რომ ძალიან ძვირია პროდუქტი.